ვლოგი პირდაპირ მანქანიდან, უკვე გამზადებულები ვართ, მივდივარ და ბარემ აქედანვე დავიწყებ. ეს არის 6 იანვარი და როგორც იცით, ხვალ არის შობა, უბრალოდ დღეს უკვე ღამე, დგება უდიდესი და უბრწყინვალესი დღესასწაულის შობა. ხო და გადავწყვიტე, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს შევხვდე 9 ჯვარზე. ეხლა 9 ჯვარზე კი იცით, რომ ბევრჯერ ყოფილ ვარ, ჯვარიც კი მაქვს დაწერილი, მაგრამ აი ზამთარში თოვლი როცა არის, მე პირადად არასდროს არ ყოფილ ვარ, ხო და გადავწყვიტე, რომ აი ესე განსხვავებულად წავიდეთ, შევხვდეთ იქ, ავიდეთ, იმედი მაქვს რომ შევძლებთ, იმიტომ რომ ამინდი არც ვიცით როგორი იქნება, იქ რა დაგხვდება, მით უმეტეს 9 ჯვარი მაღალზე არის და ანუ მისასვლელი გზა კიდე შეიძლება უფრო თოვლიანი იყოს, თქვათ, შეიძლება გაგვიჭირდეს. არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება, ჩვენ ყოველ შემთხვევაში დღეს მივდივართ, დავრჩებით იქ და ხვალე მაქვს, ესე იგი 7-ში დილით უკვე ავალთ, აი ესე მაქვს გეგმაში. ვნახოთ რა იქნება. თქვენს გაგაგებინათ, თქვენს წაგიყვანთ, თუ გამოვიდა, თუ ავედით, ხო გადავიღებ ვლოგს, მთელი გზის ვლოგს, იმიტომ რომ ალბათ საინტერესო იქნება თქვენთვისაც, იმიტომ ზაფხულის კადრები გინახავთ რა ლამაზია და ზამთრის კადრებსაც შემოგთავაზებთ. თუ ვერ ავედით, ამასაც ჩავწერ და გაგაგებინებთ. ვერ მოვახერხეთ ასვლა. მივედით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ასვლა. ანუ ჩვენ ახლა უფრო სამანქანო გზის დარდი გვაქვს, რამდენად იქნება შესაძლებელი და რამდენად მიგვიშვებენ და აგვიშვებენ იქ, თორე ფეხით დანარჩენი, რა თქმა უნდა, ფეხით სავალი არის და ეს უფრო მარტივი არის, ასე ვთქვათ. ხო და ვნახოთ, წავედით. პირველ რიგში ვამოწმებთ მანქანას, რომ იყოს მწყობში. მიშიკო საბურავებს ამოწმებს. თავისი მოწყობილობებით, მოკლედ უვლის გარშემო მანქანას, რომ ყველაფერი მოაწესრიგოს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ვიაროთ. ხო და ველოდები როდის შეამოწმებს ყველაფერს და წავალთ. უნდა გაჩვენოთ 9 ჯვარის ასასვლელი როგორ გამოიყურება და რატო ვერავა მანქანა საერთოდ. ნუ ჯერ 9 ჯვარამდე შორი არის, სამანქანო გზა არის კარგი ხანი, მაგრამ უნდა გაჩვენოთ ერთი ეს ნახეთ რა ხდება აქ. ეს საერთოდ ვერც კი ვიცანი რომ 9 ჯვარის მეთქი ეს კლდე არის ჩამოსული მეთქი. აი ნახეთ. აი გზა. აი ეგ არის სამანქანო გზა მიყვება. წესით და რიგით. მაგრამ შეხედეთ რა ხდება. იტყვით რომ აქ არის სამანქანო გზა. მე მაგალითად მეგონა რომ ის იყო რაღაცა ხევი, კლდე, მთა და მე მიშიკომ დააკვირდა რომ აიო ანძები მიყვებაო და ეს ხო იმის არისო რომ და მართალია, იმიტომ რომ ნიშანიც არის რომ აი აქ უნდა გადმოუხვიო. ხო და აი ხა წარმოიდგინეთ თქვენ, აქ მანქანა ვერანაირი ვერავა. არც კი ჩანს გზა და აი ქითკენ არის 9 ჯვარი. და საქმე ის არის, რომ აი აქ ეს აი ამ გზის კარგი, თქვათ ამ სამანქანო გზის ფეხით ასვლასაც არავითარი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საჩაიხლიწები არის და ტყეში კიდე რა იქნება, კაცმა არ იცის. მოკლედ 9 ჯვარის გეგმა ჩაგვეშალა, მაგრამ სამაგიეროდ მაინც ცდად ღირდა. ჩამოვედით ვცადეთ, ცდად ღირდა ეს ყველაფერი, რა ვიცი, მე მაგათაც ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ავედით ზემოთ. ესე იგი, ხო ვერ გადავედით 9 ჯვარზე და ეხა უნდა გაჩვენო და დავეშვით რაჭისკენ ქვემოთ და შეხედეთ, ხელს რო გადაყავ, ხო ეხა არ ვარ ახლოს. ხელს რო გადაყავ, თოვლი არის. რომ ხელაზე არის აქეთკენ თოვლი. და რა სილამაზეა. აი ძალიან ლამაზია აქაურობა. საუკეთესო შობა. არ ვიცი ჩემთვის სითეთრე სილამაზე. ძალიან კარგია. ეხლა უნდა გაჩვენოთ შაორი. აბა თუ იცნობთ. რომ იქ არის შაორი. გაყინული. აი შეხედეთ. ნაკვალევს თუ ხედავთ.
გაყინული და ხალხი აურალამაზია ქაურობა.